იანვრის ინფლაციას აქვეყნებს. ინფლაციის რეკორდული. საკუთარი პროდუქტები და თამბაქო გაძვირდა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გადაცემა, რომელსაც ჩემი მონოლოგის შემდეგ ნახავთ, ჩაწერილია დაახლოებით 2 კვირის წინ. გადაცემა შეიცავს იუმორს. დღევანდელ სიტუაციაში კი ჩვენთვის სასაცილო ნამდვილად არაფერია. ახლა რაც შეეხება ფაქტს. დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ დგავართ სიმართლის მხარეს. ანუ საყოველთაოდ რომ ავხსნა, ლუკა ჭოხონელიძე არის მართალი და ამ სიმართლეს ის აუცილებლად ყველგან და ყველასთან დაამტკიცებს. მე და ჭოხო 4 წელზე მეტია მხარდამხარ ვიბრძვით. რა არ გადაგვიტანია და რას არ გადავიტანთ. 1000 ადამიანი გავიცანით ერთად და უამრავმა გვიღალატა. რამდენი ვინერვიულეთ და რამდენი ვანერვიულეთ ჩვენი ოჯახები. მიუხედავად ჩემი სიყვარულისა და ჩვენი ისტორიისა, მე რომ 100% არ ვიყო დარწმუნებული და არ ვიცოდე სიმართლე ამ ბრძოლაში, ნამდვილად ვერ შევყვებოდი ვერავის. რადგან ეს არის ბრალდება, რომელზე მძიმეს არ არსებობს. სწორედ ამიტომ, რადგან ვიცი რეალობა და ჩემი ნდობა არა მხოლოდ ძმაკაცობაზე, არამედ ფაქტებზე დგას, დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს და ლუკა ჭოხონელიძე აუცილებლად დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას. ბოლოს მინდა ვთქვა 3 რამ. პირველი, მე გავიზარდე ქალების ოჯახში. ყავს დედა და 2 დეიდა. არაერთი ძვირფასი მანდილოსანი მეგობარი. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები ქალთა უფლებების დასაცავად და ძალადობის ხორბლი ქალების გვერდით. მეორე, და წინასწარ ბოდიშ გიხდით უცენზურობისთვის. ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ანუ უმრავლესობა ფიქრობს, მეც ვიტყვი, რომ ყველა მოძალადე კაცის დედას შევეცი. მესამე, მინდა მიმართო იმ ადამიანებს, რომლებიც დაიწყეს ცილისწამების ეს ბინძური კამპანია და ლუკას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ასევე იმ ადამიანების გასაგონად, ვინც არ დაელოდა სიმართლის გარკვევას. ვერდიქტი გამოიტანა და საჭორაო თემად აქცია ეს უმძიმესი ამბავი. იცოდეთ, რომ ყველა თავის წილ პასუხს აგებს. წყვილს ბევრი სახე აქვს. სიმართლეს ერთი და სიმართლე ითხოვს საჯაროობას. მოგესალმებით. მე დავით სეხნიაშვილი ვარ. 22 წლის. და ალბათ სხვა ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, ჩემი ცხოვრება განსხვავებული იქნებოდა. ალბათ უფრო მეტად სახალისო, მაგრამ არა ისეთ საინტერესო, როგორიც აქ. საბედნიეროდ დავიბადე საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც მუდმივად იბრძვის თავისუფლებისთვის. და ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი ზუსტად ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გავატარე. ვიდექი და ვდგავარ იქ, სადაც ვფიქრობ, რომ ჩემი ხმა უნდა ისმოდეს. სადაც უსამართლობას ებრძვია. ვიდექი და ვდგავარ საქართველოს ინტერესების, ჩემი თანამებრძოლების. და რაც თავარია საზოგადოების უმრავლესობის გვერდით. ეს პლატფორმა უმრავლესობაა. ადგილი, სადაც მოისმენთ ყველაფერს საქართველოს. ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, წიგნებზე, აქტუალურ თემებზე და საზოგადოების ყოველდღიურ პრობლემებზე. ეს ჩემი გადაცემა საყოველთაოდაა. და ალბათ სახელიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ მარტივად უნდა ვისაუბრო ოცნების ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, მასთან დაკავშირებულ რიცხვებზე და ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე. ერთი შეხედვით ეს ძალიან რთული სფეროა, მაგრამ რეალურად ისეთივე მარტივია, როგორც ყველი და პური. საქართველოში ელექტროენერგია გაძვირდა, ინტერნეტიც, სურსათიც, პირველადი მოხმარების პროდუქტები, მანქანები, საწვავი, ბინები, მოკლედ ყველაფერი. 1 აპრილიდან ელექტროენერგიის ფასი 30%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ 100 ლარს ვიხდით, დღეს გადავიხდით 130-ს. მაგრამ თუ ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე არ გვაქვს 100 ლარზე მეტის გადახდის საშუალება, მოგვიწევს თვეში 7-8 დღე ვიცხოვროთ 90-იანების ნოსტალგიით. თუმცა ქართული ოცნება 2012 წელს ხელისუფლებაში სულ სხვა დაპირებებით მოვიდა. ესეთი დონის გადასახადები, რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება. და ასევე გაბერილი ხელოვნურად საწვავის ფასი, გაზის ფასი, შუქის ფასი, ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწევს, იმიტომ არ არის ეს რეალური ფასები. არა, კი ბატონო. ქართული ოცნება სხვა ყველა დაპირებასთან ერთად ამასაც ასრულებს ნამდვილად. ეს არის 10 ლარი. ძალიან ჩვეულებრივი 10 ლარი. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, მაგრამ რეალურად ყველაზე კარგი საზომი ერთეულია იმისთვის, რომ გავიგოთ რა ხდება ჩვენ ცხოვრებაში. 10 წლის წინ ამ 10 ლარად ერთი პერსონა შეძლებდა რომ გაეკეთებინა ნორმალური სატილი. 5 წლის წინ რამდენიმე პროდუქტი ყიდა. ხოლო დღეს მაღაზიაში შესვლის წინ ვფიქრობთ, 2 პროდუქტ შორის გავაკეთოთ არჩევანი, ვიყიდით კვერცხს თუ ზეთს და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოლარემ საერთოდ ხურდაზე არც კი გაგვაჩეროს. ეს როგორც მოგახსენეთ არის საყოველთაო. დღეს ვისაუბრებთ იმ პრობლემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ვისაუბრებთ ფასებზე, რატომ გაძვირდა ყველაფერი. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ შრომობთ უფრო მეც და რატომ გრჩება უფრო ნაკლები. დღეს გავაკეთებთ ფასების ანატომიას. დავშვით ყველაფერს ძალიან მარტივად. ისე რომ არ დაგვჭირდეს ეკონომისტის დიპლომი იმისთვის, რომ გავიგოთ რა ხდება რეალურად ჩვენ ცხოვრებაში და გავიგოთ რატომ გარბის ფასი ჩვენზე სწრაფად. მაგრამ სანამ უშუალოდ ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ, ვფიქრობ, ვერად უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ ხალხის აზრი ფასებთან დაკავშირებით. დღეს 22 აპრილია. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში ფასების შემწავლელი საპარლამენტო კომისია ასრულებს მუშაობას. მოდი ერთად გავიგოთ და ვკითხოთ ხალხს, თუ რა შედეგებზე გავიდა ეს კომისია და რა შეისწავლა მან. მე ჯერორი გაიაფებულს ვერაფერს ვერ ხედავ.
მეიჭება რომ კიდე რამე გაეფთის. მე სადაც შევდივარ, მაღაზია არის, ბაზარი არის თუ რამე, უარესი, ორმაგად გაორმაგეს ფასები უფრო დაკლებული არაფერი. წარმოდგენა არა მაქვს რა შეისწავლეს, მაგრამ ნუ ეს არის რაღაც ესეთი ჩვეულებრივი პოპულისტური სვლა. შეისწავლეს ალბათ მანამდე ხალხის განწყობები, რომ ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხალხის თვალში არის ფასების ზრდა და უნდა დაჩვენონ ხალხს, რომ აი ჩვენ ეს გვადარდებს. ახლა შეეცდებიან რაღაც ხელოვნურად რაღაც დაარეგულირონ, როგორც კვერცხის ფასი ბრალებში დაარეგულირეს, ნუ ეს უფრო მავნებლობა იქნება ვიდრე რეალური საქმე. მოიმატა ყველაფერმა, ასე საწვავი, ასე ყველაფერი, რა ვიცი. ხო და კარგი საქმე რო არ არის და კარგისკენ არ მიდის საქმე, ეგ თავისთავად. გამოსწორებისკენ არაფერი არ ჩანს. არსა და რა, შვილო დაწეული ფასები, მომატებულია, პამიდორი ღირს 12 ლარი, ამდილი თორ გამოვიარე. რას ქვია დაწევა? სასწაულ მდგომარეობაშია განსაკუთრებით ხალხი ზურგზე გადადის. ყველაფერი ცუდი ხდება ამ ქვეყანაზე, დედო. ანუ ვერ იმუშავა ფასების კომისია. აწევაზე იმუშავა, აწევაზე, ზემოთ აიწია ორმაგად ყველაფერი. ახლა მთავარი კითხვა, რატომ ხდება ეს? და საერთოდ რატომ ძვირდება ქვეყანაში ყველაფერი? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქართველო არის იმპორტ-დამოკიდებული. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც სუპერმარკეტში შევდივართ, ხედავთ პროდუქტს, რომლის 80%-იც უცხოეთიდან არის შემოტანილი. ჩვენთა პურიც კი უცხოური ხორბლისაა. როცა შენ არაფერს არ ამწარმოებ, შენ ხარ დამოკიდებული უცხოურ მარკეტზე. ასევე ხარ დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე და ტრანსპორტირების გადასახადზე. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ ის თუ რა გზას გადის პროდუქტი ჩვენამდე. პირველ რიგში ის იწარმოება სხვა ქვეყანაში. შემდეგ უცხოურ ვალუტაში გვიწევს ამის ყიდვა. შემდეგ ტრანსპორტირება. შემდეგ საბაჟო და ლოჯისტიკური გადასახადები. შემდეგ მაღაზიამდე დისტრიბუცია. და შემდეგ ხდება უბრალოდ ჩვენი მხრიდან მისი ყიდვა. რეალურად კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში საზღვრიდან დახლამდე ფასები 86%-ით იმატებს. ანუ ჩვენ არ გვიდულობთ უბრალოდ პროდუქტს. ჩვენ გვიდულობთ მთლიან გზას. მეორე მიზეზი არის კონკურენციის არარსებობა. აბა შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც გუშაში დადიხართ და ბენზინ გასამართ სადგურებს უყურებთ, ფასები თითქმის თეთრი-თეთრში ერთნაირია. ან თუნდაც სუპერმარკეტში გავლისას. ეს ხდება იმიტომ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული კარტერული გარიგებები. რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მსხვილი ბიზნესი ერთად ხდება და ამბობენ, რომ ჩვენ ფასებს არ გავაიაფებთ. ან სულად შეიძლება გავაძვიროთ, რადგან მოსახლეობა ამას მაინც იყიდის. როცა ბაზარზე რამდენიმე დიდი კომპანიაა, ფასები ხშირად ერთი და იგივეა. და როცა კონკურენცია სუსტია, ან საერთოდ არ არსებობს, ფასის დაწევის სურვილის ქრება. რადგან არავინ გეჯიბრება, შენც არ ფიქრობ გაიაფებაზე. და რას აკეთებს რეალურად ხელისუფლება ამ დროს? არც არაფერს. ისინი ბიზნესმენების ქორწილში თამადობენ. ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ამ უმსგავსობას. თუმცა მეშლება. პარლამენტში შეიქმნა ფასების საგამოძიებო კომისია, მაგრამ თითოეული თქვენგანი ხედავთ, რომ ფასებმა კი არ მოიკლო პირიქით. ასტრალში წავიდა. მიზეზი ნომერი 3. ეს არის გადასახადები. იცოდით, რომ ყოველთვის, როდესაც თქვენ შედიხართ მაღაზიაში, თქვენთან ერთად ხელისუფლება ჩემოდის. ოღონდ ის თქვენთან ერთად არ შოპინგობს. ის თქვენს კალათაში ყოფს ხელს და იღებს იქიდან თავის წილს. მოდი ძალიან მარტივად წარმოვიდგინოთ. თითოეულ პროდუქტზე არსებობს რამდენიმე სახის გადასახადი. თუმცა მოდი ვისაუბროთ დღეს ორზე. ეს არის დამატებითი ღირებულების გადასახადი, ეგრეთ წოდებული DGG და აქსიზი. DGG არის გადასახადი, რომელიც ყველა პროდუქტზე არის. მარტივად რო წარმოვიდგინოთ, თქვენ როცა პროდუქტში უნდა გადაიხადოთ 10 ლარი, DGG-ს გამო გიწევს დაახლოებით 12 ლარამდე გადახადი. ხოლო ეს 2 ლარი კი ბიუჯეტში მიდის. ხოლო რაც შეეხება აქსიზს, ის ცოტა განსხვავებული არის. ის ყველა პროდუქტზე არ არის. გვხვდება მხოლოდ ისეთ პროდუქტებში, როგორიც არის ალკოჰოლი, თამბაქო, საწვავი. ანუ მაგალითად, ბენზინს რომ ვასხავთ, ამ ფასში უკვე გათვალისწინებული არის აქსიზის გადასახადი. საქართველოში ეს უკანასკნელი, ანუ აქსიზის გადასახადი ძალიან მაღალია. ანუ ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ერთ კოლოფ სიგარეტს ყიდულობთ, ხელისუფლება 7 ვაღერს ჩვენ მაგივრად ეწევა. ხოლო როდესაც 10 ლიტრი ბენზინს ვასხავთ, აქედან 2 ლიტრი ჩინონდიკის პრადოში მიდის. როდესაც ფასებს ეხება საქმე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციაა. მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, ინფლაცია არის, როდესაც გაქვს ერთი კონკრეტული თანხა და წლიდან წლამდე ეს თანხა კარგავს ძალას. ანუ ჩვენი საფულე იკლებს წოლაში, ჩვენ კი ვერა. ანუ პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ ფასები იზრდება. რეალურად პრობლემა არის ის, რომ ამ ფასების გაზრდასთან ერთად ფულის ძალა იკლებს. წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს 100 ლარი, რომელთაც წელს ვყიდულობთ 10 პროდუქტს. მომავალ წელს ვიყიდით 800, იმის შემდეგ 600 და აი ასე შემდეგ. რეალურად არაფერი იცვლება. უბრალოდ ცხოვრება ცვლის წესებს. და ყველაზე უცნაური ნაწილი იცით რა არის? ეს ბუნებრივი პროცესად გვეჩვენება. თუმცა ყველანაირი ბუნებრივი პროცესის გვერდზე და უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ამ პროცესით ხელს ითმობენ. როდესაც გადაცემის ჩაწერაზე ვფიქრობდი და ამ გადაცემას დავარქვი თუ რატომ გაიზარდა
ფასები ჩვენს ქვეყანაში, მივხვდი რომ უნდა ამერჩია ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ ფასებზე ყოველდღიური შეხება ჰქონდა. ვიფიქრე სფერო და გადავწყვიტე რომ ეს ყოფილიყო მზარეულ და ჩემს სამეგობროში როცა გადავხედე ადამიანებს, გამახსენდა ერთი დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვის. ჩემზე ბევრად უფრო ნაცნობი, საყვარელი და ჩვენი ერთგული თანამებრძოლი ანა ყავლაშვილი. გამარჯობა ანა. როგორი წარდგენა იყო? ძალიან ისეთი, როგორ შეგეფერება. შენ ყოველდღე ყიდულობ პროდუქტს შენი საქმიანობიდან გამომდინარე და რეალურად რამდენად გაძვირდა ეს ყველაფერი შენი აღქმით და შენი გამოცდილებით. ხო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და მე რომ გაგახსენდი, ძალიან გამიხარდა. პროდუქტი გაძვირებულია ცალსახად. მე ხა ყოველდღიური შეხება მაქვს პროდუქტთან და მართლა ყოველდღე მჭირდება რომ საკმაო რაოდენობის პროდუქტი შევიძინო, ამიტომ ბევრად უფრო თვალსაჩინო არის ჩემთვის. მაგალითად, გუშინ გავაკეთე ძალიან მარტივი და ცოტა კომპონენტიანი კერძი, რომელსაც ბოლოს რო შევიძინე ეს პროდუქტები, თქვი რომ აი რესტორანში რო წავსულიყავი და მეგობარი დამეპატიჟა, იგივე თანხა გამომივიდა და დაახლოებით და სახლში არც დენი დამეხარჯებოდა, რომელიც უკვე გაძვირებულია ხუთი-თეთრით, არც წყალი, არც გაზი და არც ენერგია და რესურსი. რა დაგიჯდა ამ კერძის გაკეთება? სადღაც 70 ლარი, რა თქმა უნდა ეს ახლა უფრო 70 ლარი არის რა კერძი გაკეთება, მაგრამ ბოლოს რა კერძი გაკეთე 70 ლარის. ხო, ნუ აი პარმეზანი რო იყიდო 60 გრამი პარმეზანი. განუმერული ყოლე რო იყიდო არა? არა. ამ რას იყიდი პრინციპში ანუ ყველი ფაქტორი რა გრამი პარმეზანი ღირდა 9 ლარი, როგორ მართლა. ხო, აი მე მაინტერესებდა რამდენით გაიზარდა ზუსტად ყველის ფასი და შენ ყოველს არ ჭამდა. არ ჭამ, მაგრამ ვიყენებ და მჭირდება. ხო, აი შენი საყვარელი კერძი რა არის და რა გიძლევა მისი გაკეთება დაახლოებით ეგეც რო გითხრა. აი, რასაც ჩემი საყვარელი კერძი ხინკალია და ხინკლის გაკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება. მაინც რამდენი? არც ხორცი ახლა ძალიან კარგი ხორცი რო იყიდო, ძალიან კარგი ხორცს რას ვეძახით გააჩნია საშუალო 30 ლარი ღირს საქონლის ხორცი კარგი ფქვილს და რაღაც მინიმალურ კომპონენტებს არ ვწვდით. ამ სტანდარტულად ქალაქური რა ჯდება? ერთი საათი ხალხს აინტერესებს სტანდარტულად ანა ყავლაშვილს რა უჯდება ერთი ქალაქური ხინკლის გაკეთება. დავით ვალოთ. დაახლოებით 50 გრამი არის საჭირო საშუალოდ. ესე იგი არ ნახევარი ხორცი. ხო, ანუ არა უფრო ნაკლები, იმიტომ რომ წყალიც არის და ხალხიც და რაღაც მაგრამ ხო ნუ 2 ლარი ღირს რესტორანში კერძი და ხინკალი და 3 ლარი ეს კოლოსალური თანხა არ არის, იმიტომ რომ მართლა მაგდენი ჯდება და მართლა იქ ადამიანური რესურსის გათვალისწინებაც საჭირო ხდება, სტაფის ხელფასის გადახდა მაგალითად, დენის გაზ-კომუნალურების გადასახადი, შესაბამისად ის რომ ერთი ხინკალი 2.5 3 ლარი ღირს ძალიან ზურია, მაგრამ ნუ ეგ მარტივად რო ახსნათ, ესე იგი დაახლოებით 1 კილო ხორცი ღირს 30 ლარი, საიდანაც 50 გრამი აი, უფრო ნაკლები გჭირდება, მაგრამ ერთი ხინკლისთვის, ანუ დაახლოებით ლარნახევარიზე ნაკლები, ლარი და 20 ვთქვათ, პირობითად იქ ხალხი და მთელი ამბები, ანუ დაახლოებით მოხარშულიანად ლარი და 70 გამოდის ერთი ხინკალი. და ანუ შენ ძახი რომ რესტორანში ნორმალური ფასია. ბაშს გეთახმები ახლა პრინციპში ჩვენი ცხოვრების ფასი კარგი არ არის, მაგრამ ისე უწევს. ხო, ეხლა რა მაინტერესებს? არის რამე პროდუქტი, რომელსაც ადრე სულ იყენებდი, მაგრამ იმდენად გაძვირდა, რომ ცოტა გვერდზე გაწევა მოგიწია. მე ესე ჩემ დასაბედნიეროდ ესეთი შეზღუდვა არ მაქვს, მაგრამ მაგალითად შემიძლია დავასახელო ესეთი პროდუქტები, რომელიც ჩემი აზრით არის ყოველდღიური მოხმარების უნდა იყოს, მაგრამ ადამიანები ვერ ყიდულობენ და მეტიც შენ თუ ყიდულობ, ცოტა ისეთი ტიპი ხარ, რომ აი მან თუ არ გიყიდა, ხო, რომ კი, ზუსტად. მაგალითად ხორცი და უკვე პომიდორზეც ეგრე ვარ, იცი, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ შევხვდით ერთმანეთს აქციაზე და იქიდან წავედი. კი, უახლოეს სუპერმარკეტში წავედი და 15 ლარი ღირდა ვარდისფერი პომიდორი. ვიფიქრე რომ მეთქი აი ვარდისფერი რადგან არის მაგიტო, ანალოგიური ფასი ღირდა ჩვეულებრივი პომიდორი. ხო, და მოკლედ მე ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა შარშან ზაფხულში. მაინც ვარდისფერი ვიყიდე, იქ ფასი ღირდა და უფრო აქ სადმოვედი. არა, მაგიტო გასულიყავს. მე ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა ზაფხულში, ჩემს TikTok-ზე და Instagram-ზე ხშირად მაქვს ხოლმე განხილვა პროდუქტების ფასების, იმიტომ რომ მგონია რომ განსხვავებულ კონტექსტში თუ შევთავაზებ ადამიანს ცხოვრება ზოგადად როგორია, არ გამოვდივარ მაგალითად აქციიდან გამომდინარე, პოლიტიკიდან გამომდინარე, გამოვდივარ ერთ-ერთი რიგითი ადამიანის გადმოსახედიდან ვსაუბრობ, რა ეხა მე ერთ-ერთი რიგითი ადამიანი წავედი მაღაზიაში, ამ კერძის გაკეთება მინდოდა და ვიყიდე ეს და ეს. და აი ეხა პომიდორს რო გადავიხადე მაგალითად 14 ლარი ეს ნორმალურია? აი
არ მაგალითად არ ვარ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და ძალიან მომწონს ქართული ოცნება. შენთვის ნორმალურია 14 წელს რო პომიდორში იხდი, ერთი წელი პომიდორი რო. აი ისედაც არ არის. ხო, ანუ საშუალოდ სუპის ფასმაც მოიმატა ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვა. ჩვენ გავაკეთეთ ერთ-ერთ ახალი გადაცემა მალე ჩაიშვება, ჩემი ახალი გადაცემა კულინარიული მისმინეზე, სადაც გავაკეთეთ სუპი წვნიანი, რომელიც საკმაო რაოდენობის რა სუპი გააკეთეთ? ტყუილის სუპი გააკეთეთ? ქათმის არა რასაუბრეს. ეს სუპი არ არის, რასაც ხალხი ამბობს. ეგ წვნიანი არც არის. ხო, აი ნორმალური მართლა ღირსეული და გემრიელი ისე რომ დაბალანსებული იყოს, ხორციც მიიღო და ცილო მიიღო, ნახშირწყლები, ცილები და ხო ცილო თქვი უკვე. და აქციაზე გასვლა შეგეძლოს, ხო? ხო. თავი ადამიანი გეგონოს და პატივს ცემდა. საკმაოდ ძვირი ღირს. ოკეი. და შენი გამოსვლებით აი ყველაზე მეტად რომელი პროდუქტი გაძვირდა? ხორცი, ზეთი? ხორცი ძალიან ხო ხორცი ყველაზე ძვირია. კვერცხი ძალიან სასაცილოა, უაი ეს ეხლა მწიგნს რო შევხედე, აქ არის ეგეთი მომენტი ერთგან, რომ ოკეანიაში ხო შოკოლადის ულუფა მე მგონი მცირდება 30-დან 20 გრამამდე. ხო, რომელიც ეგ ცალკე ამბავია კიდე, მაგრამ 30-დან 20 გრამამდე მცირდება და მე რაღაც მომენტში ამას აღნიშნავენ. უხარიათ, იმიტომ რომ რაღაც ადრე ღირდა 10 კი არა და ადრე იყო 10 გრამი და ეხლა გახდა 20 გრამი. ანუ ეს წინა მოცემულობა დაივიწყეს, უფრო წინას მიაქციეს ყურადღება და კვერცხიც ეგრე არ იყო, რომ რაღაც მომენტში ღირდა ამდენი გააძვირეს, მე რაღაც საბჭო შეიქმნა, მე ისე იგივე ფასზე ჩამოვიდა. ხო, აი, ნახე, კვერცხი გააიაფესო და საბჭო შევქმნით ამის გამო და ამდენი პარლამენტარი შეიკრიბა, იმუშავეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ კვერცხი 5 თეთრით უნდა გაიაფებულიყო, მაგრამ გააძვირეს, რაც ავტომატურად ყველა სხვა პროდუქტს გააძვირეს და ყველა ომლეტი საშუალოდ იგივე ფასი ჯდება. კი და ეს კომიკური ცალკე ის არის რომ მთავრობის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ რაღაც შეხვედრებს და საბჭოს და განიხილავენ, ევაჭრებიან ბიზნესებს ფასის დაწევაზე, როცა მათი პირდაპირი მოვალეობაა რომ შექმნან ქვეყანაში ისეთი გარემო და ისეთი იყოს გარემო იმისთვის რომ ხო ანუ გაასარია არა პრინციპში ეგ ქონდა რომ აი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ეგრეთწოდებული ხელისუფლება ყავს მაგრამ ზოგადად ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ბიზნესებთან ლაპარაკის და მართლა ის ინტერვიუ ხო გაქვს ნანახი მაგალითად დღეს რომ გთხოვოთ რომ ორშაბათისთვის პირობითად გაიაფოთ 10%-ით პირობითად 5 ან 10 პროდუქტი რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი თუ შეგიძლიათ ეს. მაგას ადგენს უამრავი რაღაც კონკურენცია მაგალითად ქვეყანაში, იმპორტი, კი, გადასახადები. რამდენად არის ქვეყანაში იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა დოვლათი შექმნან, ინვესტორები ჩამოვიდნენ და აქ იქნებოდეს პროდუქტი, წარმოება აქ ხდებოდეს და სახელმწიფოს როცა სახელმწიფო ქვია და კარგი მთავრობა ყავს სათავეში, მათი პირდაპირი მოვალეობა რომ აი ეს ყველაფერი დაასტაბილუროს, რომ მე მქონდეს მე იმის შესაძლებლობა, რომ აქ ბიზნესი გავაკეთო. მე რომ ეხლა ბიზნესი გავაკეთო, ვიცი რომ არ იმუშავებს, ამიტომ არც კი ვიფიქრებ ამის გაკეთებას. შესაბამისად, ესე რომ დაიბარო ადამიანი და უთხრა რომ მოდი კვერცხი 5 ლარის მაგდროა 3 ლარი ღირდეს, ეგრე არ ხდება. რა ვიცი, ეროვნული ბანკი 1000 რაღაც მუშაობს მაგაზე და კი კონკურენციის სააგენტო უნდა კონდეს ესეთ ანტიმონოპოლიური, მაგრამ არც ერთი არ აქვს. უბრალოდ შეიძლება ფიქტიურად გვაქვს, მაგრამ არ მუშაობს. არაფერს არ აქვს. ხო, აი, ნახე, შენ უცხოურ მაღაზიებთან რამდენად დიდი გამოცდილება გაქვს უცხოურ მაღაზიებში ყოფილ ხარ? რას გულისხმობ? აი, უცხოეთში წახვედი და შეხვედი მაღაზიაში. კი, ვიყავი, ხო? ყოფილვარ კი და რა განსხვავება არის ხა მაგალითად? წელს პირველად ვიყავი საზღვარგარეთ და პირველად მქონდა ეს კულტურული შოკი, მართლა შოკი მქონდა, იმიტომ რომ ყველაფერი რაზეც შეიძლება აქ ფიქრობდე რომ ფუფუნების საგანია, იქ არის ყოველდღიური მოხმარების საგანი და გაცილებით რაც უფრო დიდარი არის ქვეყანაში ხალხი, მით უფრო ნაკლები ფული ეხარჯება პროდუქტზე, რაც უფრო ღარიბია მაგალითად საქართველოში ხალხი, მით უფრო მეტი ფული ეხარჯება და ის სკალათა რაც არის ადამიანის საჭიროებისთვის მინიმალური, უფრო მეტი მოდის მაგაზე პროდუქტები. ხო, მაგრამ მაგ მინიმალურზე ხო გვეუბნებიან რომ 240 ლარი. 250 ლარი ერთი ადამიანის სამყოფი, რაზეც ეხლა ადამიანს ეხლა 250 ლარი. ხო, იმაგაზეც ქონა ჩვენ სიუჟეტი გაკეთებული და ისეთი რაღაცები ვიყიდეთ, რაც აი ერთი კვირისთვის ეგ პროდუქტები რომ მოიმარაგო, ერთ ადამიანს იდეალურად ეყოფა, მაგრამ ერთი კვირისთვის ხო არ ცხოვრობ ადამიანი, კიდე რომ ნორმალურად იცხოვრო, და თან მანდ არ შედიოდა ჩვენ დავხარჯეთ მხოლოდ პროდუქტებში, მან სინამდვილეში შედის რაღაც 65 წლიდან წლამდე ანგარიშობენ ხოლმე 65 დასახელების პროდუქტი შედის თუ არ ვწდები და მედიკამენტები, აუცილებელი ნივთები, ხო, ჰიგიენის ნივთები, კომუნალურები, ჩვენ ეგენი საერთოდ, ტაქსი და რაღაც არც კი აღარ კი ფიქრობ მაგაზე. ნუ აგენ ახლა ხელისუფლება ცდილობს
რომ უფრო ჯანმრთელები ვიყოთ და ფეხით მეტი ვიმოძრაოთ. მე მაგალითად ჭირდება ეს, პირდაპირ ვიტყვი. ამ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაგალითად ვიტყვი ხოლმე, რომ მოვამზადოთ კერძი ბიუჯეტურად 3 ინგრედიენტით, მანდაც კი არის ხოლმე რაღაც პრეტენზია, რომ ფილე მაგალითად 10 ლარი ღირს და როგორ მოვამზადებ. ანუ ფილე არის ყველაზე იაფფასიანი ცილა, რაც კი შეიძლება ადამიანმა მიიღო, რაც არის აუცილებელი თუ სხვა პროდუქტებით არ აბალანსებ ამ ცილას და კი ეს 3 ინგრედიენტიდან რომ ერთი პროდუქტი 10 ლარი ღირს, ეგეც კი ძალიან ძვირი ღირს არის ხოლმე ადამიანებისთვის. აი 3 პროდუქტი ახსენე და რომელი არის 3 პროდუქტი, რომელიც ყველაზე იაფი არის და ამავდროულად გემრიელ საჭმლის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ესე ყველაზე იაფი შეიძლება არ იყოს, მაგრამ კარტოფილი იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ შეწოვდა უკვე საჭმელი იქნება, მაგრამ უკვე საყვარელი არის. უკვე საყვარელი არის. უბრალოდ ტყემალთან ერთად გინდა და ტყემალის გაძვირებული ახლა. ხო, მაგრამ ტყემალი ენდემური არის და არც ისე ძვირი არ ღირს, კიდე კაი, ეგ მაინც არ არის იმპორტირებული. ტყემალსაც გააჩნია. მაგრამ კარტოფილი მაგალითად ისეთ პროდუქტია, რომ არაფერს არ გაძლევს, ცარიელი ნახშირწყალია, არცენი მაგრამ განაყრებს რას. ხო, მაგრამ აი წინასაარჩევნო პერიოდი თუ არის 2-3 არა გაქვს. ხო, მაგიტომ არის ეგაც რომ იაფია და ადამიანებსაც უყვართ. საქართველოს ძალიან ღარიბი ქვეყანაა. აი ნახისად გათვალა ბიზნეს ივანიშვილი კარტოფილის ცილაზე მიფიქრია, აი ცილაზე მიფიქრია. ამერიკა ხო არის კარტოფილის ქვეყანა და არ აქვს ჩემწორი კარტოფილი. როგორ შეიძლება რომ ჩვენი პროდუქტი იყოს free, ეგეც არის ფრანგული fries და ჩვენ უბრალოდ ესე მგონია რომ ფული არ გქონდა რომ ბიურზეთში ჩაგვეყარა ეს კარტოფილი. ცოტა ზეთში რაც უფრო კარგი საჭმელი გამოგვივიდა. უყვარს ხალხს და მართლა იყიდა მაგაზე. ესე კარტოფილი არის ერთი, მეორე ცილებში ვიტყვი ქათმის ფილეს. აღონ გაყინული არის ეს ქათმის ფილე და რამდენად არის ჯანსაღი და სასარგებლო არ ვიცი ეგეც. ნუ უნდა გადადუღეზე. მაგრამ დღევანდელ რეალობაში ის შეგვიძლია მაგალითად რომ როცა რაღაც აქცია მაგ დროს შევიძინოთ და რაღაც 9-10 ლარად შევიძინოთ 17 ლარის ნაცვლად, მაგრამ ისე ზოგადად 15-17 ლარი ღირს ეგეც 1 კილოგრამი და მესამე ერთ ამ დავფიქრდები კვერცხი რო თქვა რამდენად კომიკური იქნება. არა, კვერცხიც ხო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არის, რომელიც გაიაფთა. აი ესე არც მახსენდება რაღაც რო ძალიან იაფი ღირდეს, კიტრიც კი ცარიელი წყალიც კი არ ღირს უკვე ეგეთი იაფი და ეგეც კი არ არის თხეულზე. საბედნიერო სასმელი წყალი ჯერჯერობით არ გაძვირებული, ამიტომ სანამ არის მარაგები უბრალოდ ხო. აი პლასმასის ბოთლები ახსენე და ახლა მიიღეს აი გენიალური გადაწყვეტილება მართლა დასხდნენ ეს ბუმბერაზე ადამიანები და იფიქრეს იმაზე რომ რა ჭირდება ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტი ეკოლოგიის პრობლემები გვაქვს და გადაწყვიტეს რომ გამაგრებელები სასმელები მხოლოდ 20 ლიტრიან ბოთლებში ყოფილიყო და თუ უფრო ნაკლებიანი გვინდა მაგალითად ოჯახისთვის ჩავდივართ მაღაზიაში და კოკა-კოლის ყიდვა გვინდა 2 litrიანი დიდი შუშის ბოთლი უნდა ამოვიტანოთ. აი ეს ხო ისედაც ყველაფერს გააძვირებს. დაწყებული იქიდან რომ შუშა ძვირი ღირს და წარმოება მისი უფრო ძვირი დაждდება. დამატებული ის რომ შუშის დისტრიბუცია ცალკე საკითხი არის და ბევრად უფრო ძვირი ჯდება და ასე შემდეგ. აი რატო გააკეთეს ეს შენი აზრი? ეს ყველაფერი ხო ყურადღების გადატანა არის მთავარი თემიდან. გადავიტანოთ ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვნისკენ. რომელიც სასაცილოა იქნება. რომელიც ხო ისინი არ ფიქრობენ რომ სასაცილო დარწმუნებული ვარ სპეციალურად არის ზავნენ, მაგრამ ჩვენთვის არის ახლა ეს სასაცილო თორე ვიღაც შეიძლება მართლა ფიქრობდეს რომ ხო, ნუ აი პრინციპში კი აი ძალიან ცუდია პლასმასის გარემოსთვის. უბრალოდ ჩვენ არ ვართ ახლა იმ დონეზე რომ მაგაზე ვფიქრობდეთ. თუ გვექნება იმის შესაძლებლობა რომ რაღაც 20 და 10 თეთრი ადამიანისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ან 1 და 2 ლარი. დღეს ფაქტია რომ ადამიანები ითვლიან ადამიანები ითვლიან 5 და 10 თეთრს. როცა მაგ მდგომარეობაში ხარ რომ თვიდან თვემდე მართლა 250 ლარი უნდა იმყოფინო და ნორმალურად იყვებო, მანდ უკვე 5 და 10 თეთრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მაგ დროს შენი პრიორიტეტი ბუნებრივად ვერ იქნება ეკოლოგიაზე ზრუნვა. ჯერ შენი თავი გაქვს გადასარჩენი და შვილები ყავს სარჩენი. ეკოლოგიაზე იზრუნვა მაშინ როცა შვილი მშიერი ყავს ძალიან სასაცილოა. საბოლოო ჯამში შენი აზრით ერთი კვირის სამყოფი პროდუქტი რა დაგიჯდება საშუალო სტანდარტულ მაღაზიაში რო შეხვიდეთ სამკაციანი ოჯახისთვის? ისო ბუღალტერი. ნუ ბუღალტერია არის, ფასები ყველა ვარიანტში ბუღალტერია იქნება. მე მხოლოდ ჩემ თავზე ვთვლი ხოლმე. და გავუბრალოთ 3-ზე, ესე იგი შენ მაგას. არ ვიცი, ალბათ 500 ლარს ვიტყოდი, მაგრამ 3 კაცს რამდენად ეყოფა, არ ვიცი. მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ აი იმ ადამიანის დათვლილი ამბავი, როცა თქვა რომ 250 ლარი დამეზოგა ბოლო კვირაში, ანუ რას უნდა ყიდულობდეს ერთი კვირის განმავლობაში ადამიანი, რომ 250 ხო, 250 ის ჟურნალისტი 250 ლარი დაზოგოს. ანუ შესაბამისად ადამიანები, ვინც თავის თავს აძლევენ უფლებას კარგად იცხოვროს,
შეუძლია დაზოგოს 250 ლარი, შესაბამისად ბევრად მეტი დახარჯოს ერთი კვირის განმავლობაში. ნუ საბოლოო ჯამში ტრაგედია არის, რომ მაღაზიაში ადამიანები შედიან და აბსოლუტური უმრავლესობა იმას კი არ უყურებს რა პროდუქტის ყიდვა უნდა, უყურებს იმას, რომ პროდუქტზე არის ფასდაკლება და ნუ ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის. მადლობა ანა სტუმრობისთვის. გითხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააჭიროთ ძალის ღილაკს და ასევე გამოიწეროთ ანა ყაულაშვილი ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელზეც შეგხვდებათ და მისმინეს არხიც YouTube-ზე. დიდი მადლობა.